ეხლა ეს მეორე უსუსურობა მინდა რომ განვიხილოთ კიდე რა. რუსები, ბელორუსები და უკრაინელები შეერთებიან. ცოტა მოგვიანებით მართლმადიდებელი ბერძნები მიუერთებიან. პრაქტიკულად მართლმადიდებელ ქვეყნებს შეებრძოლება მთელი დანარჩენი მსოფლიო, რომელიც პრაქტიკულად არის წარმართული. ევროპა დიდი ხანია ქრისტიანულ ფესვებზე დგას, მაგრამ დღეს ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობა აქვს და ცხოვრების წესი. ამაზე აღარ მოვყვები და მოკლედ ეს ყველა სასტიკი იქნება. გაიმარჯვებენ მართლმადიდებლები კონსტანტინოპოლის ბერძნებს გადასცემენ. ეს იმდენი წინასწარმეტყველება ამაზე თავს აღარ შეგაცნეთ. და შემდეგ ესე იგი უკანასკნელი ომი იქნება წმინდა მიწაზე არმაგედონის ომი ცნობილი. ჰქონდა სიხარული ყოფილიყავი თაბორის მთისძირშია გადასვლილი აბრაამის გზაზე თვალს ვერ მიაწვდნენ. აი აქ იქნება უკანასკნელი ომი, სადაც მარტოჩინელები იქნებიან 200 მილიონი არმია. მეგეთქვი ახლა ვერ შეაგროვებენ 1.600.000.000 არიან და თან ისინი ჩამოვლენ კონკრეტული წინასწარმეტყველება დამშრალი ევფრატის კალაპოტით. სულ გვიკვირდა 30-40 როგორ უნდა დაშლეს ასეთი წყალუხვი მდინარე. დღეს უკვე ხედავთ მე მაგ დოკუმენტური კადრები ნანახი კუჭამდე ფონს პოულობენ და ადგილობრივ მოსახლეობა გადადის მეორე ნაპირზე ფეხით. და ახლა მეტად როცა თურქეთი და სირია ესე იგი კაშხალს აშენებენ, საერთოდ დაშლება ეს დინა, ანუ ახდება ეს წინასწარმეტყველება, რომ ჯერ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან არის დანიელთან და სხვებთან ნაწინასწარმეტყველები და არაერთი თანამედროვე მამისგან. ამ ომში, სადაც მართლმადიდებლები დარჩებიან და მხედრობა 100-დან 150,000-ზე პრაქტიკულად შეუძლებელი ასეთი მრავალრიცხოვანი არმიის წინაშე გაერთიანების წინაშე გამარჯვება. მარტოჩინელი 200 მილიონი არიან, მაგრამ როგორც აპოკალიფსში წერია, ღმერთი უბრძანებს თავის ანგელოზს, ციდან ცეცხლს გადმოიტანენ და ერთიანად დასვავენ ამ წარმართულ ლაშქრობას. და რაც შეეხება ანტიქრისტეს და მის სრულ წინასწარმეტყველებს, ცოცხლად შთააგდებს ჩოჩოხეთში. ასე გაგრძობილად, იმიტომ ლაპარაკობ მამა გაბრიელს ამ და მსგავს თემებზე არაერთხელ უსაუბრია. ეხლა ნახე რა, თავის თავს რომ ვერც ხვდებიან რას ლაპარაკობენ. ბელორუსები და უკრაინელები შეერთებიან. ცოტა მოგვიანებით მართლმადიდებელი ბერძნები მიუერთებიან. პრაქტიკულად მართლმადიდებელ ქვეყნებს შეებრძოლება მთელი დანარჩენი მსოფლიო, რომელიც ეხლა ნახე, დაიმახსოვრეთ, მართლმადიდებლურ ქვეყნებს შეებრძოლება მთელი დანარჩენი მსოფლიო. ეხლა დაიმახსოვრეთ ეს მართლმადიდებლური რა და გავაგრძელოთ. პრაქტიკულად არის წარმართული. ევროპა დიდი ხანია ქრისტიანულ ფესვებზე დგას, მაგრამ დღეს ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობა აქვს და ცხოვრების წესი. ამაზე აღარ მოვყვები და მოკლედ ეს ყველა სასტიკი იქნება. გაიმარჯვებენ მართლმადიდებლები კონსტანტინოპოლის ბერძნებს გადასცემენ. ეს იმდენი წინასწარმეტყველება ამაზე თავს მართლმადიდებლები გაიმარჯვებენ კონსტანტინოპოლის იმ საბერძნეთს გადასცემენ, ნუ დღევანდელ კონსტანტინოპოლის სხვანაირად ქვია, დღეს თურქეთი ქვია. და ეხლა ნახეთ. და შემდეგ ესე იგი უკანასკნელი ომი იქნება წმინდა მიწაზე არმაგედონის ომი ცნობილი. და უკანასკნელი ომი იქნება თურმე წმინდა მიწაზე არმაგედონის ომი. ეხლა დაიმახსოვრეთ. წმინდა მიწას დღეს უწოდებენ იქ ისრაელს, ხო? მართლმადიდებლური ომი გაიმართება ანტიქრისტესსა და ქრისტეს შორის. ანუ ქრისტიან მართლმადიდებლებსა და ანტიქრისტეს შორის. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, ისრაელში მართლმადიდებლობა როდიდან გაგიგიათ რომ არსებობს ისრაელში მართლმადიდებლობა? ანუ ისრაელში მართლმადიდებელი ერი საცხოვროს მაინტერესებს? და თუ მართლმადიდებელი ერი შეიკრიბება და ეს 200,000 ჩინელი ჯარი აგერო გაგვიყვანეს ჩინური ხიდი და შემოვლენეს მახინჯები, რომლებიც შეებრძოლებიან აქ დარჩენილ ჯერ კიდევ ქრისტიანებს, მაინტერესებს წმინდა მიწა სად არის? იერუსალიმში? და ნახე როგორ იძახის თან. მე მქონდაო, ბედნიერებაო თუ როგორ ვიცა? ქონდა სიხარული ყოფილიყავი თაბორის მთისძირშია. ქონდა სიხარული ყოფილიყავი თაბორის მთისძირშიო? აბრაამის გზაზე თვალს ვერ მიაწვდნენ. აბრაამის გზაზე თვალს ვერ მიაწვდენო ბიჭო.
აზე ხართ? სულ ველია, სულ. იქ არ არსებობს გორაკი და ასეთი რაღაცები. იქ არ არსებობს ის თაგორიანი ადგილები, სადაც საუბარი არის წმინდა წერილებში და თურმე იქ მართლმადიდებლები იცხოვრებენ, იქ ისრაელში. მერე ეს ანტიქრისტე გაბრაზდება, ამ მართლმადიდებლებს შეებრძოლება, ისტანბულს გადასცემს საბერძნეთს და ჩინელებს შემოიყვანს წმინდა წყალზე, აი იქ ისრაელში. 200 მილიონი ჩინელს შემოიყვან, 200 მილიონი მარტო იმ ტერიტორიაზე რო დადგეს, აღარ დაეტევა არაფერი. თვალს ვერ მიეწონა, მქონდა ეს ბედნიერება. ბიჭო, ან ესენი მართლა დაშტერდნენ ყველანი, ან კიდე ვერ გრძნობენ რას ლაპარაკობენ და ან კიდე არ იციან რომ ებრაელები არ არიან მართლმადიდებლები და არც არასდროს გახდებიან მართლმადიდებლები ებრაელები. იმიტომ რომ ეგენი მართავენ თემ სოფლიოს. მაგათ აქვთ ფული ხელში, მაგათმა შეიტანეს შენს ეკლესიებში ფული. ეგენი მართავენ ფულს და ეგენი მართავენ ჩინეთსაც. ეგენი მართავენ ყველაფერს. ისინი შემოიყვანენ მერე ხალხს აქ, რომ აქ ახალი იერუსალიმი დაარსონ. ამ 200,000 ჩინელით. 200,000 ჩინელი კი არ იქნება, ეგენი რობოტები იქნებიან, რო იცოდეთ. რომელსაც მამაზეციერი მართლა ცეცხლით გაანადგურებს, სხვანაირად ეგენი ვერ განადგურდებიან. შენ ფიზიკურად ვერ მოერევ იმ 200,000 რობოტს. კლონს. და ეს იქ არ მოხდება იერუსალიმში, ჩვენს იერუსალიმში მოხდება აქ, ცხეთაზე, ჯვარზე, აქ მოხდება ეგ. აი აქ იქნება უკანასკნელები, სადაც მარტო ჩინელები იქნებიან 200 მილიონი არმია. მეგეთქვი ახლა ვერ შეაგროვებენ 1,600 მილიონი არიან. და თან ისინი ჩამოვლენ კონკრეტული წინასწარმეტყველება, დამშრალი ევფრატის კალაპოტი. რა თქმა უნდა, დამშრალი ევფრატის კალაპოტი არ გამოგიყვანეს გზა, თუ არ გაყავთ გზა? ჩინელებს, თუ რა გინდა დამშრალი ევფრატის კალაპოტიდან გადმოსვლა. მაშინდელმა მამებმა ვერ წარმოიდგინეს, რომ ხიდებს გამოიყვანდნენ აქ. როგორ უნდა დაშლეს ასეთი წყალუხვი მდინარე. დღეს უკვე ხედავთ მე მაგ დოკუმენტური კადრები ნანახი კუჭამდე ფონს პოულობენ და ადგილობრივ მოსახლეობა გადადის მეორე ნაპირზე ფეხით. და ეხლა მეტად როცა თურქეთი და სირია ესე იგი კაშხალს აშენებენ, საერთოდ დაშლება ეს დინა, ანუ ახდება ეს წინასწარმეტყველება, რომ ჯერ ძველი აფრის წინასწარმეტყველებთან არის დანიელთან და სხვებთან ნაწინასწარმეტყველები და არაერთი თანამედროვე მამისგან. ამ ომში, სადაც მართლმადიდებლები დარჩებიან და მხედრობა 100-დან 150,000-ზე პრაქტიკულად. ანუ მართლმადიდებლები დარჩებიან 100-დან 150,000-მდე. და ამას გონია ახლა ტვინში, რომ ის ისრაელში მართლმადიდებლები იქნებიან 100-დან 150,000-მდე? ამის ტვინში ეგ ხდება ახლა, რომ იმ ისრაელს გულისხმობს, ახლა დღეს სადაც არის და ბედნიერება ქონდა თურმე რომ თვალუწვდენელი ველი ენახა იქ. და ჩინელები იქ მივლენ და იქ 150,000 მართლმადიდებელს იქ ნახავენ. შეუძლებელი ასეთი მრავალრიცხოვანი არმიის წინაშე გაერთიანების წინაშე გამარჯვება. მარტო ჩინელი 200 მილიონი არიან. მაგრამ როგორც აპოკალიფსში წერია, ღმერთი უბრძანებს თავის ანგელოზს, ციდან ცეცხლი გადმოიტანენ და ერთიანად დაასვავენ ამ წარმართულ ლაშქრობას. და რაც შეეხება ანტიქრისტეს და მის სულ წინასწარმეტყველებს, ცოცხლად შთააგდებს ჯოჯოხეთში. ამინ. მამა გაბრიელს ამ და მსგავს თემებზე არაერთხელ ბიჭო, მამა გაბრიელს უსაუბრია და მამა გაბრიელი იმას რომ საუბრობდა რომ ცხეთა იერუსალიმიო, მაგას რატო არ იძახით? ბიჭო, რაც გინდა იმას რომ ალავთ და რაც არ გინდა რომ ალავთ და რაც გინდა იმას იძახით, ეგრე არ არის რა. გაიგეთ?